დღემშვიდობისა მეგობრებო, ვინც ჩემნაირად გაათენეთ გუშინდელი ჩხუბების გამო UFC-ს გულისხმობ და ვინც გულშემატკივრობთ ამ მუშტი კრივს და ამბავს. რა თქმა უნდა, გუშინ იყო ბრძოლები და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ჰოლოვეი ოლივეირა და მინდა რომ ეს ჩხუბი ჩავშალო. ესე იგი, ესეთი დომინაცია, როგორც ოლივეირას ჰქონდა, აი ესე იოლად BMF-ის კამარი მოგეხსენებათ მოიგო ოლივეირამ და აი რო იტყვიან ხელი არ გაანძრევინა საერთოდ რომელ მის დომინაციაზე იყო ლაპარაკი ბოლო 10 წამს თუ არ ჩავთვლით რომ წავიდა ჩხუბი, თუმცა აი რაუნდების დასაწყისში რაც ფეხზე მოასწრეს დგომა ორივემ, აქაც ოლივეირა ძალიან შემტევი იყო, აი ძალიან კარგი თაქათუქი ჰქონდა, მერე ისევ პარტერში გადაყავდა. მეგობრებო, ჩემთვის ეს ადამიანი არის გველი, მაგრამ აი აქედან გამომდინარე, რომ პარტერში ესეთი მაგარია და ესე იოლად აგდებდა, აი არ ვიცი, მეგონა რომ ბავშვს ეჩხუბებოდა, აი ჩვეულებრივ ვარჯიშზე, რომ ბავშვს რომ ყველანაირად აღემატები და რასაც გინდა იმას რომ აკეთებ. აი ესეთი შთაბეჭდილება მჩებოდა, ესე იოლად როგორ უმკლავდებოდა ამ ყველაფერს, უბრალოდ აი გაოცებას ვარ მართლა ესეთი მოჭიდავე, როგორიც ოლივეირა, მით უმეტეს პირველ რაუნდში, აი არ ვიცი რა, მარყუშში ჰქონდა თავი მომწყდეული და რანაირად მოახერხა რომ ვერ დაახჩო და მარტო პირველ რაუნდში ხო არა მეგობრებო, ვინც უყურეთ, უამრავჯერ ჰქონდა დაახჩობის საშუალება და აი არ ვიცი ესეთ ზეკლასის მოჭუბარეს როგორ შეიძლება ეხა რომ ვერ მოახერხო ჰოლოვეი დაახჩობა. კი ბატონო, ის ვიღაცა არ არის ეს რაღაც თავში წამოსარტყამი ტიპი არ არის, მაგრამ არ ვიცი, ყველაზე ბევრი დაახჩობა UFC-ში ოლივეირას აქვს და არ ვიცი, რაღაც ჩემი აზრით უპატიებელია მისი მხრიდან ეს ამდენი შანსის განიავება. ყველა რაუნდში მეგობრებო ხომ ძირს ეგდო, ისე იოლად მივიდოდა, აიღებდა, დაახეთქებდა და მერე მთელი რაუნდი დომინირებდა. ერთადერთი კინაღამ ეს შეცდომა ძვირად დაუჯდა ოლივეირას მეხუთე რაუნდში, მოგეხსენებათ, რომ ცუდად დააგდო და ქვევით მოექცა და აი მეგონა რომ აქ ისი რაც ყველა რაუნდი წაგებული ჰქონდა უკვე ჰოლოვეის და წარმომიდგენია მის თავში რა ხდებოდა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდა და პატარა ბავშვივით გაბაწრული ყავდა მის მეტოქეს და აი შანსი მიიღო რომ ზევიდან აღმოჩნდა და მეგონა რომ ჩააჩაქუჩებს თქო ახლა, ვაბანგზე უნდა წასულიყო, მაგრამ რას უკაცრავად დაკარგა ეს შანსი, ისევ მოექცა ზევიდან ოლივეირა და გააგრძელა თავის დომინაცია. მოკლედ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი რაც იყო რომ როგორ ვერ გამოიყენა დაახჩობის ერთ-ერთი შანსი მაინც და დროზე ადრე არ დაამთავრა ეს ჩხუბი, ძალიან გაკვირვებული ვარ, აი ძალიან, უბრალოდ არ ეპატიება პირდაპირ ვამბობ ოლივეირას, თუმცა ძალიან იოლად მოიგო, აი არ ვიცი, საერთოდ ღელვარების 0%, რასაც უყურებდი, საოცრად იყო მომზადებული და რაც კიდევ ერთხელ, რაც კი მოასწრეს ფეხზე დგომი, სანამ აღმოჩნდებოდნენ პარტერში, მანდაც მაგარი თაქათუქი ჰქონდა ოლივეირას, უფრო შეტევაზე ის იყო ვიდრე ჰოლოვეი. არ ვიცი, ალბათ არც ეგონა ალბათ რომ სულ ძირს ეგდებოდა ალბათ ხო? მაგრამ ის ერთადერთი შანსი რაც მეხუთე რაუნდში ჰქონდა, ისიც ვერ გამოიყენა, დანარჩენი რა ვიცი, გაბაწრული ყავდა მთლიანად ოლივეირას და სრულიად დამსახურებით მე არ მიყვარს რა თქმა უნდა, არ არის ჩემი საყვარელი მებრძოლი, იქიდან გამომდინარე აი ამ ესეთი ჩხუბის გამო, რა თქმა უნდა, მე
რა თქმა უნდა, Holloway-ის მოყვარული ვარ, ეს ბოქსი რა, ანუ მუშტიკრივი როცა მიდის, უფრო რა თქმა უნდა. ამიტომ ამას ვიტყვი, რომ დომინაცია იყო ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ პრაგმატულად იმოქმედა ოლივეირამ და ის შეცდომა არ დაუშვა, რაც ილიასთან საბედისწერო შეცდომა, რომ დაუდგა ფეხზე და მუშტიკრივი გაუმართა ჩვენს მხეცს და არანორმალურს ტერმინატორ ადამიანს. ხო და აქედან გამომდინარე ეს შეცდომა აღარ დაუშვა და პირწმინდად შეასრულა თავისი გეგმა, BMF-ის კამარი შემოირტყა და ულოცავ რა თქმა უნდა, თუმცა მე ამ ჩხუბით რა თქმა უნდა არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ეს ჩხუბი ფაქტიურად არ იყო და ამიტომ ეს გველმა მოიგო რა. აქედან გამომდინარე კიდე საინტერესო იყო ბორალიო დერიდერი. დერიდერმა წააგო. ისე რო იტყვიან ძალიან საჩოთი რო იყო აქ ვინ მოიგო, ვინ წააგო, მაგრამ საჯების გადაწყვეტილებით დერიდერმა წააგო. კიდე გამოსაყოფი, ძირითადად ხო, დიდად აღფრთოვანებული ვერ ვარ ამ ღამის თენებით, მაგრამ იყო რაღაც დახჩობები, ნოკაუტები და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად ესეთი მოსაწყენი ჩხუბები იყო რა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, რა ვიცი, ხო, ვინც უყურებთ ამ სპორტს და გულშემატკივრობთ, მაინც საინტერესო იყო თუნდაც ეს Holloway Oliveira და აქედან გამომდინარე, ალბათ მაინც ყოველთვის ღირს რა. ესე იგი, კი ბატონო, დღეს კიდევ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე არის, რომ ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა დაამარცხა, რა თქმა უნდა, უკვე მე-1000-ით ალბათ რუმინეთის ნაკრები 53-ით 30, სულ რაღაც 23 ქულით. რა თქმა უნდა, მძიმე გუნდია, ყოველთვის ესეთი დიდად სანახაობრივი არ არის, თუ არ ჩავთვლით, რომ ბოლო 20 წუთში ვახერხებთ ცოტა ფრთების გაშლას ხოლმე მათთან და ზოგადად და რა ვიცი, ძალიან ბევრი შეცდომები იყო, მე რასაც უყურე, ძალიან პირველი ტაიმი უმძიმესად მიდიოდა და თითქოს არ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რაღაცა დაულაგებელი შთაბეჭდილება მრჩებოდა და რომ მაინც რა თქმა უნდა გავტეხეთ, იმიტომ რომ ბევრი გაგდებები იყო და საბოლოო ჯამში რუმინეთი გატყდა. მაგრამ 23 ქულა, რა ვიცი, როდის მივიღეთ, არ მახსოვს ნამდვილად რუმინეთისგან. ესე ცოტა რო იტყვიან, ბევრს ვუშვებთ ამ ბოლო დროს და ეს ალბათ გამოსასწორებელია ნამდვილად, იმიტომ რომ მე მინდა გუშინდელი საოცარი 6 ერის თამაშები, ვისაც რა თქმა უნდა აინტერესებს რაგბი, კი ეცოდინება, რომ ირლანდია უელსი 27-17, რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ მქონდა, რომ ირლანდია ამ თამაშს მოიგებდა, იმიტომ რომ უელსი ფაქტიურად აჩრდილია თავისი იმ ფორმის რა, როგორც მე მახსოვს საერთოდ არ ვიცი, საცოდაობა ამ გუნდის ყურება უკვე. შოტლანდია, საფრანგეთი, ეს იყო დედაშვილს არ იყვანდა, რო იტყვიან მეგობრებო და შოტლანდიამ 50-ით 40 მოუგო საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებს და ყველაზე მთავარი, უკვე სენსაცია აღარ არის, ვინც რაგბში ერკვევით, უკვე და ეს არის ჩვენი კონკურენტი, არა მეგობრებო, ჩვენ ვერ ვართ ამჟამად, მე ესე მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, იტალიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ პრეტენზია გქონდა ზოგადად, რომ 6 ერში უნდა ჩვენ ვიყოთ და არა იტალია და სულ რაღაც 1 წლის წინ ამის თქმა ცოტა გამიჭირდებოდა, მაგრამ უკვე ისეთი თამაშები დადო იტალიამ და გუშინ მეგობრებო 23-18 მოუგო ინგლისის ნაკრებს. წარმოიდგინეთ, უკვე ვისთვის არა აქვს მოგებული, ცოტა ისე ვაშარჟებ, მაგრამ ინგლისს მოუგე, მიდი აბა,
უელსიც პირველი მოგება უელსთან იზეიმეს, ეს იყო 6-ში პირველი მათი მოგება და იმის მერე უკვე ძალიან სოლიდური გუნდი ყავს, ძალიან იტალიას და აი დღევანდელი მატჩით, რასაც ვუყურე, ნახევარფინალური იყო, რა თქმა უნდა, ეს თამაში რუმინეთთან და იქით 7 საათზეა პორტუგალია, ესპანეთი და ფინალი გაიმართება მადრიდში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ახლა დიდი მნიშვნელობა რო ვთქვათ, ალბათ ჯობია რომ უფრო პორტუგალიამ მოიგოს და ცოტა ნეიტრალურზე გამოვა თამაში ესპანეთში და ასე ცოტა აჯობებს. თუ ესპანეთმა მოუგო გასვლაზე პორტუგალიას, ჩათვალეთ სახში იქნება და ცოტა მეტი წნეხი გვექნება. ახლა მეგობრებო, რა თქმა უნდა, ფინალი იქნება ეს მატჩი, ხო და მოკლედ ეს 6-2 და ახლა შემდეგი თამაში იმაზე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება, უკვე როგორ გაიზარდა იტალიის თამასა, რომ კოეფიციენტი მინდა გითხრათ, ესე იგი უკვე უელსი არის აუთსაიდერი იტალიასთან, ისეთი პატარა კოეფიციენტი აქვს 1.3 თუ 1.4 თუ არ ვცდები. აი ესეთი დრო მოვიდა მეგობრებო, 6-2-დან გამოგდება იტალიის კი არა, არ ვიცი, უკვე წარმოუდგენელია, რომ იქ მოვხვდეთ, უკვე რა დონე უნდა დავდოთ, რომ ჩვენ იტალია გამოვაგდოთ იქიდან, უფრო იტალია კი არა, უბრალოდ უელს არ გამოვაგდებენ იქიდან, უბრალოდ, თორე უკვე უელსი ისეთ ცუდ რაგბს თამაშობს, რომ შეიძლება იტალია კი არა, უელსი ჩავანაცვლოთ, ეს ისე ხუმრობთ. ახლა კი მეგობრებო, გადავიდეთ ჩვენს უსაყვარლეს ფეხბურთზე. ესე იგი, დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი, გერმანია, იტალია, ძალიან კარგი თამაშია. 12-15 უკლია მილანი ინტერი, მგონია რომ ინტერმა უნდა მოუგოს, რაღა გასვლა ერთი სტადიონი აქვს. ხო და ნახოთ, ესე იგი, საფრანგეთშიც დიდი არაფერი თამაშები არ არის. ესე იგი, გუშინ ტულუზა მარსელი 0-1, ლენსი მეცი მიდის, ბრესტი ლეავრი, ლილი ლორიენი, ნიცა რენი, ლიონი პარიზი. ბუნდესლიგა სან-პაული აინტრახტი და უნიონ ბერლინი ბრემენის ვერდერი. იტალია ლეჩე კრემონეზე 2-1, ახლა რაც არის ბოლონია ვერონა 0-0, ფიორენტინა პარმა 0-0 ჯერჯერობით, 9 საათზე ჯენუა რომა და როგორც მოგახსენეთ მილანი ინტერი. რა თქმა უნდა, ჩემს უსაყვარლეს ჰოლანდიასაც შევეხოთ. ესე იგი, ექსელსიორი ჰერენვენი 1-2, სპარტა ზვოლე 1-1, 55 წუთია, იგლზი ტვენტე 0-3, სიტარდი ტელსტარი 1-3 და გასამართია ბრედა ფეინორდი და ნაიმეგენი ვოლენდამი. რა თქმა უნდა, ესპანეთი გუშინ ატლეტიკო ბილბაო ბარსელონა 0-1, ესეთი ძალიან მოკრძალებული ანგარიში. 97 წუთი ვილიარეალი ელჩე 2-1, გაიმართება ხეტაფე ბეტისი და სევილია ვალეკანო. ნახოთ როგორ იქნება და როგორც იქნა იგლზმა გაუტანა ერთი პრესტიჟის ბურთი ტვენტეს 3-1-ია. ხო და მეგობრებო, რა თქმა უნდა, გავაგზავნებთ ჩვენს ამ რუბრიკას სპორტის ამ სახეობებით და სულ რაღაც დროებით, იმიტომ რომ წინ ბევრი ესეთი საინტერესო სპორტის სახეობები და პერიპეტიები გველის. აბა დროებით და ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.